ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ არის საშინელი დაღლილი, რაღაცას გაგიზიარებთ. იდეაში ძალიან ბევრჯერ მithქვამს და ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ მე არ მიყვარს წამლები. განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები თუ მაქვს, არ მიყვარს წამლები. და საერთოდ წამლებს აღარ ვსვამ, იმიტომ რომ თავის დროზე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა რომ მქონდა, წამლებმა შემიქმნა უდიდესი პრობლემა, იმიტომ რომ სეროტონინის სინდრომი მქონდა, ციპროლექსმას მევდნენ და მოკლედ კინაღამ გავგიჟდი. და ამიტომ მას შემდეგ ჩემმა ტვინმა ეს დაიმახსოვრა როგორც მძაფრი მეხსიერება, რომ წამალს მოაქვს მისთვის საფრთხე და ყოველთვის, როდესაც წამლის დალევა კი არა, საკვები დანამატის დალევა მინდა, მაშინაც კი მივდივარ ჩემთვის უსაფრთხო გარემოში და იქ ვსვამ, იმიტომ რომ ვიცოდე, რომ გარემო სადაც ამოსვამ უსაფრთხოა და თუ რამე იქ არსებობენ ის ადამიანები, რომლებიც დამახმარებენ. ანუ ჩემ ტვინს ამდენად აქვს შემორჩენილი მეხსიერებაში ის, რომ წამალმა პრობლემა მოუტანა. შესაბამისად წამლებს არ ვსვამ, თუ არ არის უკიდურესი საჭიროება, საკვები დანამატებით და ბალახ-ბულახებით გავდივარ და ჯერჯერობით ეს ბალახ-ბულახები მშველის. ხო და ესე რომ იციან, რომ მე ბალახ-ბულახებზე ვგიჟდები და არომათერაპიებზე და ასე შემდეგ, მოკლედ მირჩიეს და მითხრეს, რომ არსებობს ესეთი ფუღესენშელი, რომელიც მთელს თავის რაღაც შინაარსს და კონტექსტს აგებს სწორედ არომათერაპიებზე. ანუ სურნელით აქრობს პრობლემებს და ნახეთ ეს მირჩიეს, რომელიც არის სტრესის მოხსნელი. ნახეთ ლავანდის წვეთი, რომელიც არავითარ შემთხვევაში კანზე არ უნდა მიიდოთ, რომელსაც აქვს ძალიან მძაფრი სურნელი, ლავანდის სურნელი, რომელიც რამდენიმე წვეთი უნდა ჩაასხათ აბაზანაში, თუ აბაზანას იღებთ ძილის წინ, თუ არა და სულ რაღაც 4 წვეთი უნდა დაასხათ ბალიშზე, რომელიც მე უკვე გავაკეთე. ეს არის კონკრეტულად ძილის და ღრმა ძილის, ანუ გეხმარება როგორც დაძინებაში, ისე დაძინების შემდეგ ღრმა ძილში. ის იყო უფრო დამამშვიდებელი.